ჩვენი პირველი შემოქმედება. ჩვენ არ გაგვიღუნია, ანუ ჩვენ რამე არ გამიღუნია, გაგონული იყო იდეაში. ეს მადლობა წინა პატრონს, ესე პროფესიონალად რო გააკეთა. და რა გვაკლია ესეთი გონი პატარა ბალკას ეძახიან გვაკლია აქეთ. და ნუ ბალკა ეხა ახალია საყელიანი რომ ეს ალუმინისაა და არ სწორდება როგორც გავიგე რა. რაც შეეხება რადიატორს, ცოტა პლასმასები აქვს დაზიანებული. კვამოზე უნდა შევამოწმო. შეიძლება ყოს და გარედან ხუფია და არაფერი არ გადის რა. ჩვენი ძმა აგერ გვიხსნის გვერდით დამატებას. აი ეს მოხსნათ რა. ეს გაგვიტყნა. დიდი არაფერი იდეა შევიდეთ გამოუძვერით რა. კრილო არ გვაქვს დაზიანებული, არც ერთი ფარი და არც კაპოტი რა. ყველაფერი არის საკაიფოდ. რაც შეეხება უფერს, მოვიკითხე. ტაიმოსთან მეში ვიყიდი და ფასები მერყეობდა, რა ვიცი, 350 და 400 და რამდე რა. და ჩვენ უნდა დავაყენოთ ეგ უფერი რა, რადგან ბიუჯეტში ვარ შეზღუდულები. შემდეგი გაშერება არის საბურავები. ნახე, ანუ ამაში ხედა მოჭმულია, ლისია და რაღაცეები გქში რა. საბურავები გვინდა ამის მერე და სხვა შორის დონაციის ლინკი აღწერაშია რა. უბრალოდ დონაციით ამ საბურავებს ვიყიდი და დავიწყავ ქალებში. თუ მეორე შემოვა. ენჯელები რა თქმა უნდა ძალიან მეტი. აუ ამას გაკაიფო TikTok-ში თეთრი ენჯელები ხომ იყენია რა მანქანაზე და ამ შემთხვევის მერე ავარია დავახსენე. ავარიის მერე TikTok-ში ფოტო გადავუხე მანქანას, შევსამეს ამათ ფოტოს რა და ფოტოში ჩანს ყვითელი ენჯელები. მე არ დავგურებული ვარ ხა ინდოს. მე ფოტოში დავაკვირდი რომ ენჯელები მქონია ყვითელი რა. და რეალურად თეთრი ბლოკები მიყენია, ყვითელი ვაფშე არ მიყენია. და ანუ ავარიის მერე გაყვითა რა. ეს ლოგოს არ მართლა ხელი დავარყა და თქვა ამის ბრალიანი. უკან მაგ და მე დავარყამ და უიტყვი TikTok-ში. ხო, რა შეეხება დავშერე გავაფუჭე არაფერი რა. აი, მოვიდა თმა კონექტინგი. სხვა არაფერი რა ვიფუჭებიან, ის პატარა დამატებები ხა, აქ საზოგადოებიდან ამოვარდა, მქედი. დისკი გავაფუჭე ხა. კონექტი. აუ, ახლა ტრაგია პოსტაში. ფორდი. ამ დისკი გავაფუჭეთ ისეა რა. დიდი არაფერია რა. ალუმინის სვარჩი დასვარტავს და დაშლიკო უკდება იქ თაკეთ და შეიძლება რა. ხო, რა ვიდეოში ესენი გვაქვს სხვა გასაკეთებელი. თავში ბუფერი რო ჩამოგვივა, დაყენების ვიდეოს გადავიღებთ რა. მე ვიღაც ვაფშე არ ვიცი როგორ უნდა დავაყენო. ბოლტის გასაკეთებელი უნდა გავუყარო ბოლტები და რა შევესტები რომ დავაზაზორო რა. ტაივანი ის რომ ძალიან რთულად ჩდება საზოვრებში და მაგასაც შევესტები რომ იდეალურად გავაკეთო რა როგორც შეიძლება რა. მოკლედ ეს მდგომარეობაში ვარ. და ველოდებით რომ უფერი ჩამოგვივიდეს. უფერზე სხვა შორის რო ჩამოვა გეტყვით, რამდენ ხანში ჩამოვიდა, რაღაც როგორი ხარისხია და რაღაცა იმ კაცს ვისგანაც უნდა ვიყიდო, უთხარი რომ მეთქი სამშობლოს თუ განიხილავთ მეთქი და არა ვარ განიხილავთ რომ მეთქი, კარგი ჩემოსმაო. ნომერს რა ვიცი, ვისაც დაშირდებათ პირადში მომწერეთ Instagram-ზე ან რა ვიცი სადმე და წაგიგდებთ. და უთხარი რომ თორნიკეს გამოვარდო, აუ. რა დღეში ხართ ბიჭო, რაში? ეს ძრებას რა ცოტა ჩაწიებულა რა. კაი. ბაშორის მანქანა ძალიან დავალია და ასეთ რაღაცაზე ვაყენებთ რომ გვიდან ამე მოუხსნათ, იმიტომ რომ ვერ უწევთ დანგრატი არ გვაქვს. არც შეშა, არც წყალი. ჩვენი ძმა ხსნის აგერ და ძმამ გარე იცხა. დინარი გამოუშვა იმენა. დავით ხო ხარ მშრალად ძმა? მოუხსნით და გაჩვენეთ. ამის მოხსნა ვისაც გინდათ, პირველ რიგში ზევიდან უნდა მოხსნათ, ჭკილკებზე ზის. და გამოვაგეს რომ მოიხსნება ძალიან მარტივად და ერთი ბოლტი აქედან ქონდა ჩემსაც ყოველ შემთხვევაში იქიდან ფრიდან არ ქონდა და ნახავთ რა რომ მოუხსნით ახალი ასო დავავა ტაივანი ბუფერის და ეს გვერდზეც TikTok-ში შესაძლებელი იქნება რა შავად შეღებეთ უფრო ზაფხულამდე არ შევღებო იმიტომ რომ სიცივეებია ეხლა დასკდება გასკა უეჭველი ახლა რა შეეხება ფარები რა ვიცი სავარაუდოდ ვიწევს პასტოების დაგანებდა რომ GTS-ები ვერ ვნახე და წყლში ღირს ძალიან ძვირი ამას სავარაუდოდ გავყიდი რა ნახოთ რომ შემთხვევით რომ სენის საუკარგეთ აი აქ წითელი ისინი რა ათურები აქვს და ანათებს ხო გენაცვალეთ მას სპასიბა მაგ შტეკერი იქნება და შემისხი წყალი ვარ მადლობა ძმა ესეთი მაგაცები ყავს რა მოკლედ არ მამადლია ძმაო წყალი გინდა შეგასხამ ეს რაც გინდა რა ეს გვერდითა დამატება მოხსენით, რაც გამოშვებული იყო. ამას ვიტოვებთ, რა თქმა უნდა, ანუ ცოტა შერახული კია, ესაა შიდა მხარე და ესაა გარეთა მხარე რა. აქ არ ვიცი რაღაცას გავაკეთებ სავარაუდოდ. შვაკლი თუ გაკეთდება ამაზე არ ვიცი, ან შეუღებოთ უნდა რაღაცა რა. ეხლა ამის ყიდვა ნახდათ არის. პატარა რაღაცების გამო ცოტა შევალამაზებთ რა, დროებით იქნება. თან თვალი არ გვეცემა ძმაო ისეთ რაღაცები მოგებდეს მაგას.
მე ჩამოვიდა ფერები. როცა ვერ ვზივართ მანქანაში, მოვიწერო ბრიუსში ჩაგვიდო, ანგრიეს არესალა, თავისი კონექტით რომ მოგრიალებულიყო და ესე ვზივართ რა, მოხუცი კაცივით. საჯესთან ახლოს, ავის ბრიუს დავყავს მანქანა, ვერც არ გეუხედავთ ვირავის დაი. მაგრამ არა უშავს. მოვითხოვთ ბერვიშნიკულის ხოვნება ესეთ ხოვებს რა. დაგახარდება. დაყენების ვიდეოც იქნება, ჩვენ უნდა დავაყენოთ ახალ ვიდეოში მაგასაც. როგორ ვიწვალეთ ამ სტაყენებაში, იმიტომ რომ ტაივანის საზოგადოება არის ძალიან ფიქრია. და 90%-ში ამჩნდება. ოქს ჩალიჩი უნდა რა. მაგასაც ნახავ. არასოს არ ქონია გამოცდილება მსგავსი, არ დაგვიყენებია ფერი, ხა იგმურებია ეხლა რაღაც საუბრები შესაძლებლობს, მაგრამ ჩვენი არ დაგვიყენებია რა არასოს. და ნახოთ რამდენად გამომივა რა. მეორეს დავიხმარეთ, გამოვსით ხალხს, რაღაცა დაურეკავთ, ვიხავთას, რა გავითვალისწინოთ როგორ დავაყენოთ. და ნახოთ რა შეეხება ტუჩი ამ ფერს არ მოყვება. ეს ტაივანია, ტუჩი უნდა იყოს ცალკე რა. ეს სადღაც მინიმუმ 150 ლარი რა. ისიც რაც ყველა ეს უთ ხარისხი რომ გამოწერება. რაღაცა გასვლის არ ვიცი, დიახში დავჭედებით და შემირჩევა იქნება ვაფშე არ იყიდოთ მანქანა, სანამ კარგი ხელფასი არ გექნებათ რა. რაღაცა სტაბილური რა. ამაში პულის მომენტი 100 პლუს უეჯველი რა. იმიტომ რომ აღჭირდება და არის გაუთვალისწინებელი ბენზინის და ის გარდა არის ბევრი გაუთვალისწინებელი ხარჯი რა. იქ ვიღაცა გაგისმევთ, მეთან გიფაროთ ყველა, მაგრამ უეჯველი ხდება ეგეთი რაღაცები რა. ვიღაცა გაგისმევთ, ვიღაცას თქვენ გაუსმევთ, რაღაცას რა ვიცი რა, ერთმანეთს და ვიდეოში ეს რაღაცები ხდება რა. და მაგის საკეთება არ ღირს ვაფშე იაფი რა. ჯერ თუ რაღაცა საკეთებელი აქვს ნაწილი უნდა იყიდო, მერე ხელობა თუ არ გესმის, ანუ რაღაც ელემენტარული დაღმა მოხსნა, თორს ვაფშე არ გამოდის რა. მაგაში საკეთებული უნდა იყადო ხა. უფერის დაღმა გაზორებაში 150 ლარს ისე მოგთხოვდნენ, როგორც არაფერი რა. და მე ვიზახი კიდე ვიღაცა შინაურობით რო გააგეთებდო და რაღაცა დაარეკინო და ასე შემდეგ რა. თორე ისე რომ მიხვიდე, შეიძლება უფრო ზურიც გითხრა რა. რავი ხა, როცა არ ღებავ და 150 ლარი უნდა გადაიხავო ჯერ და მაშინ წარმოიდგინეს მაგრამ მერე უნდა მოხსნა, უნდა შეღებო და კიდე თავი უნდა დაავე და კი 150 ლარი უნდა გადაიხადო რა. შეღებობას რაც შეეხება ეხა უფრო 300 ლარზე ნაკლებში რავი არ ღებავთ რა. აი ნაცნობობით თქვა 250-ში შეიძლება სულ მაქსიმუმ. მოკლედ ჩემი შევა ვიცი თუ გაითვალისწინებ გაიქნება, მაგრამ მე ისე მინდოდა მანქანის ყიდვა რომ რა ვიცი. მაგნეზი არ მიფიქრია რა. ეგრევე არ მომიდოდა არანაირი შემთხვევაში და მარტო ზეთი და ბენზინი მეთქი არ ვაკაზავებ დილავური რაღაცა და რა უნდა მომივიდეს რა. მაგრამ ხდება ეგრეში ყველაფერი, ამიტომ გაითვალისწინეთ, როიც გამოგადგებათ რა. ეგაკ და უნდა გამოიხედო მაგ დედა ანუ ისეთი ხალხი აი შეთხლებს ხოვლაპარაკობს მაგრამ ანუ ასეთი მანქანას გვერდზე დაეჯახები და კიდე შენი ბრალიაც მაგრამ თან სველი იყო გაგვაცურა ერთი 9 მეტრო ხვაზე ხარ და კიდე კაი დავატორმუზეც მაგრამ რანაირად ვატარებ შეხედები ბაზარი არა მაგარი რა ვიცი მაგრამ ანუ ესეთი რაღაცები ხდება, ესეთი ხალხი დადის ბათუმში მით უმეტეს რა. შევთ რომ ხილად იყოთ და გაითვალისწინოთ ყველა შესაძლო შემთხვევები. მაგრამ მოვედით სახში სამდელ ლაპარაკში და ხვალ ნახავთ მოკლედ დაყენების ვიდეოს. ან თქვენ ეგრევე ნახავთ ვიდეოს, მაგრამ ჩვენ მოგვიწევს რომ ერთი ღამე გავათენოთ, მე წავიდეთ დილას საქმეებზე და საღამოს სავარაუდოდ დავაყენოთ. და იმედი ამეთი იქნება რა. უში გაქენდა მეორე დღე და მივდივართ ანრისთან უნდა შევცვალოთ მომპერები და ანრი ვოიქა, მივდივარ. მომპერებიც იქა. ჩვენ მივდივართ რა ვიღეთ რაღაცები გასწრდებოდა იტოქში ხამუთები, ბოლტები და ასე შემდეგ რა. და შეიქიდან ნახავთ. იმედია გაგვიმართლეს და დავამაყ და რაღაცა გამოვა რა. ეს დათუში მეზევართ, ცოტა ეხერხება ხელოსნოა და იმედია რაღაცა იქნება. ეს არ ვიცი რა გამოვა რა. დავამაყ ვაფშე. გერმანით დროებით ვამამთ, მე შესაძლებელია ეს ბუფერი ცოტა რომ გაწდება, მაგასაც ვიჩალიჩეთ რა. ეხა შეიძლება როგორც იმხეს არა აქ ადრე, იმიტომ რომ დასკდება სიცივეზე რა. მოვედით მოკლედ ანრისთან. საკაიფო მაგარი ადგილი სხვა შორის ხდება, რაღაც ვაიბს დოს. უბრალოდ ცოტა ბინძურია ცოტა რა. რაღაცები გამოსაერთეთ და საქმედება და დოქში უნდა დავიწყოთ აწყობა რა. ბალკას სტოვებთ. ანუ ნუს დროებით და მე შეღების დროს კაკრას შევსვი ახალ ბალკას დავამამ რა.
რაღაც 200 ტარიღებს და ფინანსებში ხამუჭედებით, დროებით იყოს ისე რა, აქამდე ასე იყო და რა ვიცი. არანაირი პრობლემა საქმის უბრალოდ გაღონულია და ეგაა რა. ხო, რაც შეეხება რადიატორს შევამოწმევინებულზე არანაირი პრობლემა არ აქვს და მაგასაც დავტოვებთ დროებით, მაგრამ საომაროდ დიდი რადიატორი მინდა დავაყენოთ aftermarket-ი, რომელიც მე რა ვიცი თუნინგშიც დაგვეხმარება რა. ხო, რაც შეეხება სავარაუდოდ პატინლიკები უნდა დადგეს და ეგენიც არ გვაქვს, მაგის რა დიდი პრობლემა. თქოს დავიწყებთ ახლა, უფერი აქეთ გვიდევს. ეხა მოუხსნით აქ დარჩენილი არის ძველი ბუფერის ნამტვრევები რა. ამათ მოუხსნით და უკვე მივაყენებთ ახალ ბუფერს რა. Two hours later. A few inches later. არიამ ნაირი ბიჭო 1 ვოლტი იმენა თითო ვოლტის მოხდას უნდა ამდენი წვალეებას მაგათ შენი რატყობილი რო არა არის ახლა საათ რა როგორ აკეთებული რაღაცა ნაჩალიჩარია რაღაცა იქნაგეთ და იმენა პიზდეცია რა One eternity later. მომე მაიყო სანამ დავითავსეთ იმედ რაღაცეებს მოხსნის მანამდე თოქში აი ეს პლიკების პლასმასები უნდა დავაბათ ბუფერს რა იმიტომ რომ დაბმის მერე ზედმეტ თავის ტიული არ გვექნება რა როგორც რა ვიცი ჩანს პლიკებზია პატარებს და წესს უნდა ჩაждდეს რა რავი ხა ამის თამას დიდი ფილოსოფია არ უნდა ჭირდებოდეს რა ანუ გარედან აქ ტბილები რა ეს შეიძლება ამაში ანუ იდეაში შენი დაждდება რა და დაბმის მერე ამას ვერ ვიზამდით რა ოღონდ რა ისე ამოთხოვ პლიკები თორე მან დაგვენზევა თოქში რა პლიკები რომ მოვტეხოთ სმა ელემენტარული რაღაცაა და რამდენი წვალება უნდა. ნელა ეს ჩაჟდა მგონი. ძალიან დიდი ნერვები უნდა ამის აკეთებას სმა. ჩაჟდა? ამა ეს კაცი გავყავდა საგვეშველებო და მე არ ვიცი სმა. გარეთ აჩა. აბა რას გაუბნები რატო ხარ ყლები ხარი? ო ბიჭო ზა კონექცია ტაივანები არა? არა. იო. ახლა ესენი ჩავსვით რა. აბლიცო გარ მოყვა. და ახლა ესეთი თემაა, კაროჩე. აი რა. ბევრი ვიწვალეთ, მაგრამ საერთო ჯამში შეხეშიახედნე, ცოტა გადით თორმიკეს შენდები შენ თვალებთან ეტანე თვალებთან ასე. ოი არა. და ვიქო არაფერი ქილებია ხოთამაშად, მაგრამ აი დაუჭახითები და ბიჭო, აი დოქში ესენი რეები არ ვიცი და რაღაცა ბლოკს გავს ახლა ნორმალის ფოჩია ეწებება, მაგრამ ვინც იცის კომენტარებში და ვინც იცის დაგვიჭერეთ ეს ისმისაა და ამის გარშე ვიფერი თუ გივა. იმიტომ რომ პარკინგები, ოღონდ საავადმყოფო პარკინგების რაღაცა არის რა. სულავადა კომენტარებში და ნო, სულავადა გასახავ, აგის სიტყვები. ო, რა შეიძლება სულავადა კომენტარებს page 3-ზეავა ეს მაგა. თქვენ კულაბაზროთ და გვავიწყდა ვიკებო ამ ვიდეოს შეიძლება ითქვა სპონსორი. მიდეკავს. ვერ გავიგე? ხო, გზელი. ხო. დაი, хорошо, зма, спасибо. დაგრა საგერდა გვირეკა ამ ბიჭმა მოკლედ ამ ბუფერებს დაგვიკეთა საკმაოდ კარგი ფასაკლება მისი მაღაზიის სოციალური ქსელები, ნომერი, ყველაფერი იქნება აღწერაში. დაეკონტაქტეთ თუ რამე ნაწილი დაგჭირდებათ, მარტო შტოკები არა, ბევრი ნაწილი აქვს ფოტოშოპის რა. მოახსენეთ ძალიან დიდ ყურადღებას რა. მე ხა ბუფერი ვიყიდე მაგალითად, აწყობისას ისიც რომ მე ვაწყობ, არ ვიცით როგორ უნდა ავაწყოთ. 1-3 ხშირ დაურეკე ამბის და რავი, ყველა ზარზე თვითონ აქეთ მიდეკავდა, რა შვები, ააწყე, არა ააწყე, რა დონეზე ხარ და მოკლედ ყურადღებას სცემდა ძალიან დიდს რა. და რავი, ასაფასებელია ესეთ რაღაცა, იმიტომ რომ ზოგი გაყიდის და ვაფშე არ მოახსენებს ყურადღებას რა.
იყიდეს, მაგრამ აწყე როგორც მინდა შენ ისე რა. ესეთი ყურადღებიანი მაღაზიები ჩემი აზრით უყურადღებოთ არ უნდა დავტოვოთ რა. რაც შეგვიძლია გადავიდეთ, მათ სოციალური ქსელები გამოვიწეროთ და თუ რამე დაგვჭირდება, რა ვიცი, შევეხმიანოთ რა. ფასი ძალიან ჯგრული აქვს და რა ვიცი, ისე ადამიანი როგორც პიროვნება ძალიან კაი ტიპია რა. მე გამევასა. რა ვიცი, რა თქვენს ნახავთ. რა ვიცი, რაც მეორე ვიდეოს ვსვეთ უკვე YouTube-ზე და რაც მსგავს თემა დავიწყე, ყველა ძალიან ჯიგარი შეხვდა რა. თუ ვინდა დათოს მაგალითი ავიღოთ, წინაზე ვინც პოვრიკები გვაჩუქა, ძალიან ჯიგარი ბიჭი იყო ეგეც, რა ვიცი, მთელი სულით გული, დათოს ნომერსაც დავტოვებ ახლა და ვისაც პოვრიკები აღჭირდება, შეგიძლიათ შეეხმიანოთ რა. ჩემი სახელით მიწერეთ და ძალიან მაგარ ფასში გაიკეთებთ ორივე რა. რა შეკიდე საომაროდ ამბუფერის შეღებვა გვინდა, ან შავი ფირის გადაკვირა თუ ვინმე დაინტერესდებით, შეგვეხმიანეთ თქვენ სადასტურით უყურადღებოთ რა. ცოტა ამბიციური გამონათქვამი კი აქვს ჩემი ნახევებიდან და გამომწერების რაოდენობიდან გამომდინარე, მაგრამ რა ვიცი, სავედის მონახევრია მართლაც მაგას. სადო რა ჩვენ ვიხვაზე ხალო ვამბობ, ეს ვამბობ ჩვენისთაც და ჩემისთაც არა. დაბოლილია მორე. მოკლედ ბიჭებო, თუ ნოხები აღჭირდებათ, დათოს მიწერეთ, თუ შიტოკი და რამე ნაწილები დაჭირდებათ, რაც რა ვიზუალურად და ფონი სავალი ნაწილიც არ ვიცი ზუსტად, შეგიძლიათ ამ კაცს მიწეროთ რა. და თუ აწყობა და გვერდში დგომა დაჭირდებათ ბათუმში, დათოს მიწერეთ, აგე საკაიფობაში აღიწყოთ ბიჭებო რა, ერთი ჟაყრა გაუჩნდეთ და ფერი საზრდება ეხლა. აივანი რო აღგარდება არაფერში. ბიჭებო, ვიდოქში აი მათხოვე ეს პლასმასი არის აუცილებელი რაღაცა რა, როგორც გავიგეთ, ამის გარეშე უფერი არ დადგება, დაიბრიცებაო რა, ესე გვითხრეს. და 1.5 საათი ამის დაყენებას ვეჩალიჩეთ რა. აგერ ჯიგარი ბიჭი გამოვიდა და დაგვიყენა 3 წამში რა. თავი ნახე რა აიწერება ჩვენი ხო. აჰა, ამ სოფელი ატელი ამ დამას რა. და აგენ ჩადება იგენა სოფელი. და ბოტე გაუშვებდა იგა რა. მაგრამ თუჩის გარეშე ძალიან მახინჯია ბიჭო, ხო არ გადააო. ჩვენი კარგი მოყარ. ხონკა. რაკასა? აჯის ყოყორნენა. საგოლუში. ამეჯახა მონგლაჩი. ტიპია მე ვიყვანი ამ ხელა ბარდიულზე რა. ამოსაში საიყვარო ტუში არ მოდო. და ტუში საგაახუჭა ისი მევიდა და მე დამეჯა. წაღა. საგოლ. რამე არ გაგიდი გამუჭები და რა. მაგრამ მე ეჯახე მურლი გამიფუჭე და ისა ტუში. მუხლი გაუხუჭა კაროჩე ელიეთ კინა ბიშყომაზე ხარ და მორალურად ზიანი მიეყენა და იასნიად. ეს სულიერ ეჯახება ხოლმე გამონდია რა. ამ ბიჭს ვკითხა მგონი მანქანა საკეთებს და მის სოციალურ შესაძლებლობებსაც ავტო ვიდეოს აღწერაში უეჭვები რა. ამ ჩიგარმა კაცმა ვიღება ბავშვი ყველაფერი რა ფერი დაგვიყო რა თქოა სანდროსაც შევხედით ის ყველაფერი კარგად თქვა შუქს ეკითხო გადათავიდე ხო ყველაფერს და გამოჩნდება ამ ბიჭებთანაც მოვალთ დავიღებ და გავისი ბედნიერი არიან და საკეთებენ და ასერვის ხავაზობენ დეტაილი და ამ ბედლის უკან რა არის რაღაცა ჯერ არ ვიცი სახელი მითხამადო დინამქიო თუ სწორად მახსოვს როგორც გითხარი ასეთი აროჩი გაიყვება ეგ ხო ასეთი არის რავის ბევრი აქციებს და ესეც სიყვარულია როგორც შესაძლებელი ხალხი ჩემი აზრით მასაფასებელია რა ამასაც დავაბავთ ხა და ეგ არის რა იდეაში დავით ყველაფერი აგვიწყო და ამას ვეღარ აბავში მე ბიჭო მოკლედ უფერის დაბმის მერე გავიდა ძალიან დიდი დრო ვერ მოვიცალეთ ვერ გავაკეთეთ ყველაფერი ისე როგორც გვინდოდა გაგვეწენა დროში უბრალოდ უკანა ფარესაც შეეხება ვაკ ეს პლასტური ფარები ვიღიდეთ ჩვეულებრივი რა რაც F30-ს მოყვება დროებით ვავამთ ამას და შემდეგ უეჭველი ისევ GTS-ებს რა просто ეს სალივე ვნახეთ მთლიანი მარჯვენა მხარე გამოწერილი ხა ჩამოგვივა რა ეხა ამის დაბმის პროცესს ნახავთ ეს ვიდეო სავარაუდოდ ამით დასრულდება და შემდეგ ვიდეო იქნება უკვე ბამპერის შეღებვა და ზაზორება და კიდე რაღაცები გასაკეთებელი ვახთ და მაგასაც იმ ვიდეოში ნახავთ რა უეჭველი მაგრამ ამასთან შეეხება ამის მოხსნა ძალიან მარტივია პატარა რეზინა აქვს ამას ამოვაგდებთ ამის მერე ბოლტები აქვს მოხსნა ჩვეულებრივად და ვსო რა
რაც შეეხება ამ პატარა ფარს, ამის მოხსნაც ძალიან მარტივია. აქ პატარა ქეჩა აქვს, რომელიც რამოდენიმე ვოლტზე დამაგრებულია, გუნდა მოხსნათ და ნუ მე ჩვეულებრივად ფარს ამოვაკეთებ. რაც შეეხება შტეკერებს, ეს GTS-ები პირდაპირ არ დგება, ამაში დგება თავისი შტეკერი, რომელიც წლების მიხედვითაა როგორც ვიცი. აქ წინა პატრონს დატოვებული აქვს ძველი შტეკერების, ან რომ მოგვიდეს პასტოი დააყენო, იმ შტეკერს რო მოაძრო, ცოტა ხანი შეინახავ და ჩვეულებრივ პასტოის შტეკერზე შეაერთებ რა. ეგეც კაია რომ ეგ ძველი შტეკერი არ გააუქმა და მარტო ახლები არ დატოვა რა. იგი ხა ის საშუალებას მოგდოსო დროებით დავაყენოთ ეს პასტოის სტოკები. გავითამოგებდა იყო შარიჩი გული არ უთმეს. ახლა ეს სნით აბამს. გავითამე გულიზმა. ეს რა დღეში ვახან ახლა მასკამის. აი ერთ დღეზე გაფუჭდა. იმ დღეს რომ გამოგეშრო ზვა? ეს ნაბორი ტემუდანაა გამოწელილი, მაგიტო დეიჟანგა ასე, თორე იდეაში ამას თუ იყიდით, ვიჟანგა ვიყიდეთ უეჯველი რა. იმიტომ რომ ბენებე უყავს წვიმაში, თოუში, ქარში, ვაფშე ყველა ამინჩი გიწევს რაღაცის დაშლა მოხსნა და ისველდება თოუში ნაბორი რა. ამიტომ თუ იყიდეთ ისეთ რომელიც არის ჟანგე. ტემუს 12 ლარიანი უეჯველი დეიჟანგე. აი ამ კვირს დააგვირით თოუში ყველა შტეგერს აქვს აღარ ასე პატარა კბილი, ლინჯობა რომელიც მე ჩაწიო რომ შტეგერი გამოვაძრუნო რა. ეს ანუ ეს ტექსტეკერს მოყვა. სტეკერს მოყვა. და წინ ამის ეს თუ არ გაქვთ ვერა აწყობთ. აჰა, სო გამოერთა. აი რა, ფერეთ. აჰა, ამას სიტოს ჩააჭიროთ. მოუჭირო უნდა გვერდებზე რა. ვაშინ. ელა მარა იგენი არ მოვიწმის. შენაირად გაყვეხილი ვიდეო. ამები გეცნა, ამები. 3-0 მინუსია საუბარი. აი რა, შევიარეთ რა. აი დავით ამ მოხსნა. ქვია სკოფილდამას? გას. ამას. გადამყვანი ხო? ხო, გადამყვანი. დამაერთებე. რანაირი ოპერატორი ხარ ბიჭო? ხმა ვოლტია ერთი. ხმას უსმენი. აქ არის ვოლტიზები. დავით, აქანე იყო? იმინა. მაგარას. მაქინისა იყო რა, ქვეშე რომ მოხსნა. ამ გზელის აღე ამის. ვარაში. მე ქვევით აქ შეერთში ჩემ. არა, მე გადამ. შემახედეთ და. ის ჩაუხსნია, აჰა. დეიც იდეა. და ის არჩ, ნელა რო აქ მოკლეა და. აჰა. აქანი ლამაზად ამევიდა. იქ იყო ჩავარმილი რა. სანამ დავით მას ხსნის, მანამდე მეორე ფარსაც მოუხსნი, ზედა საბარგულისას და ტოქში ნახოთ აქ რა ხდება რა. აქ წესით შედარებით მარტივად უნდა იყოს ყველაფერი. აჰა. აქ არის დაგერმეტიკებული რა ეს ფარი. ასე დამწვარა ზა. საღოლ ეს მოტყდა კბილი. სავარაუდოდ ეს კბილი რო იყო მოტეხილი, მაგიტო დააგერმეტიკეს. ეს უნდა მოუხსნა. აზე ხა. ესაც იხსნება იმ ფარივით რა, კიდე აქ ჩაერთებული აქვს, აგან ის მეიხსნება და всё. ეს ფარი დგება ესე რა. ხე? აი მარტის კატა. მარტის კატა. ლეოპარდია. რა მარტის კატა ბიჭო. ესაა პრასტოვის შტეკერი, რომელიც ამაში უნდა ჩაერთდეს იდეაში. სწორად ვაუ. ეს ჩაჯდა. ტორმუს დააჭირე? კი. საჟიგა. იდი აბა. ჩართე. არ ირთვება ზო. აუქი საიდან. აკე. მეორე კი. აქ არ ირთვება. მაგაც ირთვება და მაგაც. ორივე გამოჩიე. ფარი ახლა უნდა ენთოს მა. შენ არ ჩააქრე. ჩააქრე ბიჭო შენ და ორწა. დეიგავ ეს. დება. და ხან გენთება ხან არ. ავარიული აქვს ჩართული ბიჭო? ავარონდი გია? ავარონდი კი ჩეი. შეხმარა. კი. შენ ნათი მე ვანათებ. სიედესია რა ფარი რა ის დაცმოდი. ხო, არა ისე ის არ ენთება დალში. ბიჭო. აი რა. ტორმუს დააჭირე? ჩემი დასვიცო. ჩემი რა თქვა თუ არა მართლებს ხოცი. ამართლებს. კი. ბევე გეყოლება ნაწილები ეგევს უკვე. ვერცმა შიდობით გარკვიოს. ჩვენ ამბავი ფარი გაქვს. ორი წვილი რა? აი. სოქში რაღაცა პრობლემა მაქვს სავარაუდოდ შტეკერში რა. მოგლეთ ბიჭებო.
ამ ფარების დაყენებას უდახანი შევაჩერეთ. ასა შტეკერი ვახთ საწმინდი მოკლედ სავარაუდოდ ვიდეო მოსმენდა უშველოს იდეაში გადავედით ზედაზე ვაყენებთ, მაგრამ იტოქში ამ ხარეს ვამთ და ამ ხარეს მე არაფერი აღარ იჭერს რა. გერმეტიკზე იყო ეს ამ ხარი დასმული, მაგრამ რატო იყო გერმეტიკზე არ ვიცი. იტოქში აქეთ ამ ხარეს ვაჭერდით, აქეთ ამ ხარეს ვერ ვაჭერიებთ რა. და ეს ხარი არაფერზე არ მაგრდება იდეაში, ქვევით რამე არც ბოლტი აქვს, არც რამე ჩასმელი კბილი არ აქვს და იტოქში რჩება ასე რა. ბიჭო, მგონი მაგიტო იყო გერმეტიკაზე ძმა. იტოქში ყველა ნაწილი საწყობაზე მიღაცა მოდის და გვეხმარება საბოლოო ჯამში ჩვენი აწყობილი მაინც არ გამოდის რა. და მე რეთო უჭირო უნდა? და წინაფარი რომ მოხსენით და მაგირო არ მოგიხსნია მაი ბოლტი? წინა რომე? ანუ რა შეიძლება? და მაგირო ყავდათ გერმეტიკზე და დევიჯერო რომ მაგი ვერ მიხდე რომ აქანე ბოლტი უნდა და? ქონდა კბილი. საო. აგერა კბილი. მას შესვა ამას. ხო, მაიკი ჩას. აქეთ ამ ბოლტმონე დაიჭირს. და ეს კეთილში. რამაში. ასე. შეждება. ასე ამ პირში. შეждება რა. აგერ ამ ფარზე ხო არა ნახე? აქ აქ მოდაში. არა, მაინც ამის. ვერა ასეა. აი მე მიწეპებულია ზმა, მაგის არა. ესება ამაზე? ხო. ნახე აგერ ფეხისად აქ მოტეხილი. ეს ნახე, ეს არის 100. აჰა. ესა ამის სამაგრი, ამას უნდა დაიჭიროს. და ესა აქედან გადატეხილი. ეს ბოლტი მაგიტო აქ აქ. ანუ ესა ამის სამაგრი, ეს პლასმასი ყენდება აგერ აქ. შიგნით ხო? აქ ექნება მაგ კბილის აგენის გამშვები. აქ სადმე. კაი და ეს პლასმასი რო არ გვაქვს ახლა რა შეიძლება? პლასმასი რო არის და ისევ გერმეტიკა ხო? და გერმეტიკა სხვა ამას ვერ იზამ. აგერ ეს კბილის მოტეხილია. ამაში რომ მოჩვიდეს. და ის არა აქ. აქ ერთი ვარიანტი შეიძლება რაღაცა ასე გაუთხმა და შეიძლება მე დროთა განმავლობაში ითამაშოს. აქტიურად სხვა არაფერი არ არის. ამ ფარს ვამბობ დროებით მაინც და რამე შეგვიძლია რომ დროებით გერმეტიკა. მაგაზე კაი საშუალება არა, შავი და ისო. მოკლედ ამ შტეკერი აქ ხო ეგძურა დიდი ხანი. შეიძლება წყალი შავი და ამტვერი ჩავი და რაღაცა და კაი კონტაქტი არ ქონდა და დავასხეთ ვიდეო 40 და უწმინდავთ რა. და წაის მა. ვიდეოში ფარების შეეხება აქცევით, უნდა პლასმასის პატარა კბილები, რომლებიც რა თქმა უნდა დატეხილი იყო და მაგიტო იყო დაგერმეტიკებული. ქვევით შტეკერები დიდი ხანი ეგდო ამიტომ გაწმინდა დაჭირდა იდეაში და ამას დატოვეთ ხა მეორე შტესტოვის ასაუტოვებთ შტეკერები სწორად. ამას შევხუთავთ რამენაირად რა და ისე დავტოვებთ რომ სიმიზრემ ხო არ დააბიდეს რა. იან თავი პრობლემა რა არის იცი შემოახედი აქედან რო კაბელი გამოდის აქ ჯდება ფარის ერთი კბილი რა. მიხდი და რა ხანის კაბელია ის კბილი აღარ შედის ბოლომდე და შეიძლება ზურში არ დაждდეს და ამას რამე უნდა მოუხერხოთ. ნახე ეს უყურე ერთ ადგილას რო ხო მოკეცილია იქ შეგვიძლია ამ ტოჩკაში და შეუშვა თე 100-ს. ხო, მაგრამ მაინც ბოლომდე არ შედის და იტოქში ეს საჩალიჩოა რა. როგორ იქნება არ ვიცი. საზორებსაც შეეხება მაგისტრატში რაც ართულია, უფერშო გავაგრასკიებ წინას და იმ უფერშო დავაზორებიებ. იტოქში უკანასაც მაშინ შევახედებ რა. აქ მხარეს დააბი. ხო, არა, აქ რომ მოგვიწდა აქეთ წაღან ერთი ბოლტი რაც იყო მაგი და თო მოხსნა, მაგრამ არ დაგვიბია რა. მაგის და მაჩი პერნო შინ რო რაღაცა პლასმასია, ის პლასმასი იტოქში მორყეულია რა და მაგას დააბა მიხვდება ხო. მიგებას არის, ხო, აზრი არ ქონდა მაგის უკან დაფას ისე. ხო, იდეაში აზრი არ ქონდა. როცა ხელს შეუშლი და ხო, იმ წინასთან ერთად მოუხსნით და გავასწორებთ რა. დიდი პრობლემა მაი არაა ვაფშე. კაროჩი, ლამაზია რა, ესეც რომ. მე რა მაინცებს აქანე შტეკერი არ გამოდის. აქ გამოდის, მაგრამ აქ ნახე რა ფერა. ო, ის გვერდზე კაბელი არა აქვს რა. ხო, იმის ისქი არაა რა და შეგვიძლია რომ იტოქში შეუშვათ ის. აგერ შედის მექანიზმი ნახე. ხო, იგი ხენია, აბა ჩასვია. ჩასვიმინა რაფერს შევა. აჰა, ეს ამას იმის არ შარჟდება იტოქში რა. აბა ტომს. დააჯერე რა ხო? დეი. ატო ვაშობა ქვევიცებში. დააჯერე ორცა. აჯერეს. აქ უნდა ანთობდეს ბიჭო. ავარიული შართე? ავარიულს ანთებს. ხო, მაგრამ დარჩა ეს სადნია. ფორმულის რომელი მოკლედ აკრაფად დავაბუთ უკვე ეს ორი ვოლტი დაუჭერეთ, ერთი შტეკერი აქვს, მაგაში ერთებ ამ ორ ვოლტს დაუჭერ და ვსო რა, ზოგის თემაში ხა ცოტა არის, აქეთ სულაც არ ზის, მაგრამ მაგას დღის უკეთესად უკეთესად დავინახავთ რა და მე გავასწორებ ეთებში. ასე ზიანთი თემია მოგა.
აი ხო თითებზე. სკოფი გიდა ხა თითები პროჩილე გარჩო. სო ახლა და იმას ხენ. ინტელებს გამოამი მაი. ეს ყოფილდას ხო? ო, აი ფისინგი და უგეთო. ამა ჟანგიანი. უნდა პროსტა ჟანგიანი არ იყოს. რა არის? ამოვარდასმა. გამეიძი. რა მოვარდა ფარი აქ. ახლა აქ ასე შემოვიდებთ ბოლკოს ბრატ. და დაიჭერს. მაგრამ ამას თუ უჭერთ მანამდე ზმა რომ კარგად დაიჭიროს. ის მინდა რა ქვია მაი. მაგით ვერ დაუჭერ ზმა. შემოვახედე რა ფერი ღებს. ტელეფონი აქ უკავი, აქ ტელეფონი აქ ახსნილა. იმენა ასე ხარ ზმა. კაი, გამოგიმატებს ხელფას ყოფილი, დასვან ხელფასი რა, რაია ვინ. ისე кайფა მართლა სპონსორები უნდა მომგვიშდეს ვიდეოს. რანი ესმა დათონუ ხევი გვაჩუქა ხოვაზე ხარ ვიჯიგა და გვასპონსორა ბრატ. ეგერ ბექამ რუსთავი შო, BMW შო რუსთავმა ხოვაზე ხარ. შიტოკები გამოვიზამა საგაიფო ფასში ბრატ და ნელა იქნება ყველაფერი ახლა რა. აი ახლა ფოტო ვნახოთ. მოგლეთ, მასეა BMW სიყიდიდან ხანნა ფოტოებით აწყობ ხარასაი. მაგრამ დროებით, საგამ GTS-ის სტოპები არ ჩამოგვივა მანამდე და მე დოქში რაც ხა იქნება რა. ის ზომა რა ფერდა ბიჭები. აროჩე ასე, აი ასე. აი ეს კაცების გას მომისხერე ხომ იცი? ასე, რაც ამაი ასე მოხდა. ერთ რა ვიტყრა ისი არა მაღაზიაში ვარ ჯინს ვიზამავ და ჩაც მარახ კიდაო. იდაღზე მეიდე. იდაღზე სტოლიტვა. რის მიწყოფ ხანაში ხედები. ახე ზმა ეს ლივშტის. მაგარია ხო ზმა? ხედე ზმა. ამის კაპიჭვა გინდა ხაში. ნახე რა ფერა თოგა? არა. ნელა ეს ხეიარ გედეიჭრა კიდები. ერთი გედეიჭარის მაგარია. არა ძლიერ თითებია. მე გეუბნები, აი თითები თუ გინდა შენ? ინსტაგრამი ამოდახტება ასე. ისაკ. და საღათი გედეიჭრა ხო ვიდეო არ იყო ჩართული, მაგრამ არაფერი არ ეტყობა, რა ძლიერი თითების ვალია. სიო აი აღარ მოდებს არსად ბრატ. აბაში რიგადებს რა. აფიქსირებს ალბეთ. აფიქსირებს კი. თორნიგემ დაჭაიდა მანქანა. დააჩაგუჩა. და კაროც საბოლოო ჯამში გამოვიდა რა, ყველაფერი ისე როგორც ჩვენ გვეგონა არა, მაგრამ როგორც ჩვენ გვიდოდა, მიახმოვებით მასეა რა. просто